მეგობრებო, ისეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. კარტები თავის დამოვარდა და თან კარგი კარტები. თემატური, ანუ გაშლა იქნება საერთო გაშლა და საერთო ყველას არ შეეხება და ვერ შეეხება, რასაკვირველია. ამიტომ პირადისთვის და უფრო ზუსტისთვის პირად შემოვწერეთ. ეს თემატიკა იქნება ამ შემთხვევაში გრძნობები თქვენი პარტნიორის თქვენთან მიმართებაში დღესდღეობით, როცა ნახულობთ, როცა რეკომენდაციაში ამოგვარდათ ან იხილეთ ეს ვიდეო მაშინ მოქმედებს. დღესდღეობით რას გრძნობს თქვენი პარტნიორი და იმისთვის რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა და შეიძლება რომ თქვენი პარტნიორის გრძნობებს ასახავდეს, გავიგოთ ვინ არის პარტნიორი, რა ენერგიებშია, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. ლაიკები არ დაგეზაროთ, გამოწერა ჩემი ამ ერთადერთი მესამე დაწყებული ახალი გვერდის თქვენთან ერთად. ტირილში და გოდებაშია რაღაცნაირად პარტნიორი, ახლა მოწყენილია, შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს ასევე რომ სასმელს მიეძალა, ხასიათის გამოკეთება კი არ უნდა, აი რაღაცნაირად თითქოს პრობლემებზე რო არ იფიქროს და დათრომა უნდა, აი დათრეს და ჩაწვეს უნდა. ესე იგი სასმელში ექვსიან პენტაკლით ადამიანია, რომელიც რესურსდებდა და რაღაცნაირი ენერგოცვლა იყო თქვენ შორის, შეიძლება ეს გამოიხატებოდეს მისი ყურადღებით თქვენთან მიმართებაში, ფინანსური რაღაცნაირად უზრუნველყოფითაც ზოგიერთისთვის, ვისთვისაც აქტუალურია ეს თემატიკა, რომ არ ვიცი, საჩუქრები იქნება, ფინანსური მხარდაჭერა იქნება, რაღაცა შეძლების დაგვარა თქვენ გვერდზე ყოფნის ენერგეტიკა იქნება, აი მაქსიმალურად ენერგოცვლას დებდა თქვენ ურთიერთობაში და აჩვენებენ რომ ესეთი ადამიანი იყო, არ ეზარებოდა დროის და შეძლების დაგვარად თქვენ გვერდით ყოფნა. ადამიანს აჩვენებენ მეორე მაღალი არკანით ქურუმი ქალი ამოდის აქ. ეზოთერიკასთან ძალიან კარგად დამოკიდებული პიროვნება. ეს ადამიანია, შეიძლება მაგი პირდაპირ მნიშვნელობით, შეიძლება არ ვიცი, ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ნუმეროლოგი, ტაროლოგიც, ასევე თქვენ პარტნიორზეა საუბარი და არა თქვენზე. ადამიანი, რომელსაც ძალიან ხიბლავს ეს მისტიური თემატიკა, ასე მომდის ამ შემთხვევაში და ამასაც გეტყვით, რომ აი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლე როგორ გრძელდება და რა გრძელდება, ამ ინფორმაციებს მოიძიებს ხოლმე ინტერნეტში იქნება თუ ძველი რაღაცა ჩანაწერები იქნება, რომელსაც ეძებს და პოულობს და ასე ვთქვათ, ერთგვარი აი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეზე ძალიან ბევრს ფიქრობს, როგორც მინიმუმ, თუ პრაქტიკი არ არის და ამ თემებით ოფიციალურად, ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმში დაკავებული არ არის, ძალიან აინტერესებს ეს თემატიკა, რომ აი რომ გარდავიცვლებით, სად მივდივართ, როგორ მივდივართ და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან ჩახედულია კარგად ერთგვარად აი საიდუმლო თემატიკებში. ასევე შეიძლება იყოს საიდუმლო მასალებიც, ესეც მომდის ახლა და ამასაც გეტყვით. უფრო ეს თემატიკა მისტიურ თემებზე და ეზოთერიკასთან მიმართებაში, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს საიდუმლო მასალებთან დამოკიდებულებაშიც. ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილისთვის, მაგრამ ასეთი ხალხისთვისაც იქნება, რომ აი რაღაც საიდუმლო მასალებს აგროვებს, საიდუმლო ჟურნალისტია, არ ვიცი, საიდუმლო თემატიკას ქეკავს, საიდუმლო რაღაცების გამოძიება აქვს დაკისრებული, ან თავად აინტერესებს და იძიებს, აი რაღაცა საიდუმლო დოკუმენტაციასთან შეხებები აქვს, ან საიდუმლოთ აქვს შეხებები, რომელზეც არ აფიშირებს და შეიძლება თქვენ არც კი იცით ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საიდუმლოზეა საუბარი, აქ შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტებთანაც საუბარი, ან სახელმწიფოს შეთქმულების წინააღმდეგ რაღაცა დოკუმენტაციის მოძიებასთან, რომელიც არის მაქსიმალურად გასაიდუმლოებული და არ აფიშირდება ეს რაღაცა საიდუმლოებებთან აქვს ყველა შემთხვევაში კავშირი, გამოძიება, ინფორმაციის მოძიება ამ თემასთან მიმართებაში, აი რაღაცა სერიოზული თემატიკით არის ადამიანი დაკავებული. საინტერესოა, მეთქე. კაი, თუ ასე თუ ისე ხვდებით, რომ თქვენ პარტნიორზეა საუბარი და თქვენზე იქნება ეს გაშლა, მაშინ გავიგოთ მისი გრძნობები, იმიტომ რომ შეიძლება ამ საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით თქვენ საერთოდ გაგებაშიც არ ხართ ახლა და ვერც კი წარმოიდგინოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ საიდუმლოებაზე აქვს საუბარი, რომელზეც არ აფიშირებს ეს თქვენი პარტნიორი. შეიძლება უშიშროების წარმომადგენელია პირდაპირ მნიშვნელობით. და ესეც ერთგვარი რაღაცა საიდუმლოება და თავდაცვა და რაღაცა
თექვის რეჟიმია. ატყობთ რომ შეიძლება მასზე იყოს ენერგეტიკა. გავიგოთ მისი გრძნობით დღესდღეობით როგორია თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს. პირდაპირ იძახეს რომ ჩემი საყვარელი ქალიაო, თასის დედოფლად ამოდიხარ თქვენ. გაშლა არის ორივე სქესისთვის მეგობრებო. მამაკაცებმა მოიგეთ ხოლმე თქვენ თავზე ეს გაშლა. 21 მაღალი არკანით ეს ადამიანია ჩემი სამყარო, ჩემი სამყაროს რა ქვია იმას ბროშკა, ვიცი რომ რუსული სიტყვა, მაგრამ ბროშკა მომდის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ თქვა გულსაბნევი, ალბათ ქართულად ალბათ გულსაბნევია, დამწერეთ კომენტარებში ქართულად რა არის, იმიტომ რომ ხა ბროშკათ მომდის და პირდაპირ ვიძახი და იმედია ამ რუსულ სიტყვაზე არ ჩამაგდებთ, ესე იგი ერთ ამბავში რომ რატო დაწერე რუსული სიტყვა. თქვენ ხართ მისი გულის და სულის ემოციური ქალი, მისი საყვარელი ქალი პირველ რიგში. ასევე შეიძლება იყოს წინა გაშლაც ეხლა ავტორიტეტ და ფეხბურთზე იყოს საუბარი და ასევე არ არის გამორიცხული. ეხლაც მომდის ინფორმაცია, შეიძლება ერთი და იგივე ხალხი უყურებთ ეხლა დღევანდელ ამ ატვირთულ ვიდეოებს, ამიტომ არის ფეხბურთზე შეიძლება მისი კონკრეტულად ამ კალოდაზე ფეხბურთზეა თასის დედოფალი და შეიძლება მისგან შვილსაცელოდებით ანუ თქვენ მეუღლეზე იყოს შეიძლება კონკრეტულად საუბარი არ არის გამორიცხული რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს არა თქვენი მეუღლე მაგრამ მისგან ბავშვსელოდებით ასეთი ნაწილიც იქნება მოკლედ ჩემი სულის და ჩემი ემოციების ესე იგი ხორცს შემსხმელი ქალიაო ძალიან მიყვარსო რაღაცა ტყუილის და დაფარულის რეჟიმი აქვს თქვენთან მიმართებაში აი კონკრეტულად ზუსტად რაზეც იყო საუბარი ქურუმქალზე საიდუმლოებასთან დაკავშირებით რაღაცას გიმალავთ, რაღაცას გიფარავთ. მოდი მაინც გავიგოთ რაზეა საუბარი თქვენთან მიმართებაში. შეიძლება რაღაცა ბედის მატრიცას რაღაცა ამბებს განიხილავს ხოლმე. რა კონფლიქტურ სიტუაციაზეა საუბარი ამ შემთხვევაში რაღაცა კონფლიქტი მოხდა თქვენ შორის, რაზეც თქვენ გონზეც არ ხართ ეხლა რაღაცას გიმალავთ და გიფარავთ, რაღაცა ტყუილის რეჟიმში ხართ, რაღაცა მოგატყუათ ყველა ვარიანტში და რას შეეხება ეს ტყუილი, მინდა რომ გავიგოთ უფრო ზუსტად მოგაწოდოთ 3.000-ზეა საუბარი, აქ შეიძლება 3.000 ყოველ სამკუთხედზე იყოს საუბარი და თქვენ მისი საყვარელი ქალი კი ბრძანდებით, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენთ, იმიტომ რომ 3.000 ეს არის როგორც წესი არაოფიციალური ურთიერთობები, სასიყვარულო სამკუთხედის კარტია, ძალიან მნიშვნელოვანი და ცხრიანი პენტაკლი, ეს არის ქალი, რომელიც შენთვის არის 64-ის ბაღი, ნახეთ როგორი დახვევებულ პენტაკლების ბაღში ზის ნებივრობს, ესე იგი ქალი წიგნს კითხულობს, მშვიდად არის, კარგად შემოსილია, ძალიან ლამაზად აქ ღვინოს უდევს, რაღაცა მისაყოლებელი, ასე ვთქვათ, დესერტი, ყველის სახით იქნება თურისი. მოკლედ არაფერი არ აკლია, მშვიდად ფინანსებიც აქვს, ძალიან ლამაზადაც შეუძლია წამოგორდეს, დაისვენოს ფინანსები აძლევს ასე ვთქვათ და მისი სტაბილური ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას ძალიან ისეთი ქალი ხართ, რომელსაც კარგად შეუძლია სამუშაოს თან მიღებული ფინანსები თავის თავზე დასვენების სახითაც შეირგოს ასე ვთქვათ და საერთოდ კარგად გამოიმუშავებთ თქვენ ფინანსურ მხარეს და არა მხოლოდ საყვარელი და ძალიან გრძნობიარე ქალი ხართ, არამედ ფინანსურადაც მყარი ხართ და მის ასე ვთქვათ ჩადებას ენერგოცვლისას ფინანსურ მხარეს თუ ვიტყვით არ საჭიროებთ, ანუ არავის არაფერს არ თხოვთ თქვენ თავს ძალიან კარგად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თქვენ ფინანსურ ყველანაირ იმ საჭიროებას, რაც თქვენ გჭირდებათ, ამისთვის ძალიან მყარი და ესეთი კი სტაბილური პარტნიორის როლში ხართ მისთვის. გრძნობები მაინტერესებს. გრძნობები აქვს დღესდღეობით რო გითხრათ, კი ძალიან ემოციური ქალი ხართ მისთვის, მაგრამ უფრო არაპასუხისგებლობიანი, აი უფრო ერთობა თქვენთან გატარებული პერიოდი ძალიან ხიბლავს ემოციურად დადებით განწყობაზე ამყოფებს. კალოდის ცირში ხმლის დედოფალი ამოდის, ასევე პერიოდულად რაღაცა ძალიან თბილიდან ძალიან გარდამავალი ცივი დედოფლის ნიღაბი გაქვთ თუ სტატუსი გაქვთ თუ მდგომარეობა გაქვთ მასთან მიმართებაში რაღაცნაირად იცის რომ ძალიან ემოციური ხართ და ღამღამობით წირი ხართ ხოლმე რასთან დაკავშირებით ამის გარკვევას არ დავიწყებ მაგრამ ჟეზლის პრინციპით გეტყვით რომ ეს ადამიანი ძალიან სწრაფი ძალიან ცეცხლოვანი ენერგიით მოქანდება თქვენთან და სამიან პენტაკლით განაგრძობს ურთიერთობის შენებას გამაგრებას გამყარებას ეს უფრო ახალი ურთიერთობა არ არის დიდი ხნის ურთიერთობა მაგრამ მისთვის ის რომ ეჭვიანობს თქვენზე
ის რომ მისთვის ძალიან საყვარელი და ემოციური ქალი ხართ